საოცარი სპექტაკლით მესტიის კულტურის სასახლე ლეონ ფილიფანის სახელობის თეატრი წარსდგა ჩვენს წინაშე ბატონი გეგი ფალიანის ხელმძღვანელობით ეს საოცარი კაცი და მე მომეცით გადავცე ფესტივალის დიპლომი ექსკლუზიური პრიზი, რომელიც მართლაც გულწრფელად დაიმსახურა. და ესეც ჩვენი ფესტივალის სპონსორების ხურჯინი და ორიო სიტყვა მინდა ვთქვა. ეს თეატრი ჩვენ საგანგებოდ მომიწვიეთ არასაკონკურსო პროგრამაში, იმიტომ რომ დუმბაძე და იცით გეგი, მაგრამ აი ეს თეატრი იმსახურებს ეს ადამიანები თავისი დიდი ხელოვნებითა და ძმობით ნამდვილად იმსახურებდნენ ამ ფესტივალზე წარდგენას. მე მადლობას ვუხდი ამ შესანიშნავ ადამიანებს, ჩემს ძმებს და შვილებს. გაიხარეთ აგერ უკვე 10 წელია მეხუთე ფესტივალს ატარებთ გურიაში, ჩოხატაურში, ოზურგეთში, ჩვენი უსაყვარლესი წერლის არაჩვეულებრივი ადამიანის სახელს ატარებს, ნოდარ დუმბაძის სახელს და ეს ჩვენთვის უკვე საამაყო არის, რომ ჩვენ ამ ფესტივალზე კონკურს გარეშე სპეციალურად მოგვიწვიეს და მადლობა ამისთვის ბატონ ვასოს და მადლობა ყველას ორგანიზატორებს ვინც გვერდში უდგას სპონსორებს სულ ყველას, იმიტომ რომ ესეთი საქმე აუცილებელი არის და რა თქმა უნდა ეს ჩემთვის, ჩვენი თეატრისთვის, ჩვენი აი მომავალი მსახიობებისთვის ჩვენ მოგეხსენებათ რომ არაპროფესიონალებით, მაგრამ უკვე პროფესიონალებით ჩვენი სტუდიის ბავშვები უკვე 2 წელია ჩვენთან ერთად არიან და იზრდებიან და პროფესიონალ მსახიობებთან ერთად სწავლობენ ამ პირველ ნაბიჯებს და მათთვის არის პირველ რიგში დავიწყარი ეს ფესტივალი და მადლობა ამისთვის ორგანიზატორებს. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ ფესტივალის ორგანიზატორებს, რადგან საშუალება მოგცეს, რომ ასეთი შორი გზიდან, სვანეთიდან ჩამოგვეტანა ჩვენი კულტურის ნაწილი. ერთ-ერთი და ჩემთვის ეს როლი არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ძალიან დიდ შეგრძნებებთან ასოცირდება, ძალიან დიდ ემოციებთან ასოცირდება და უღრმესი მადლობა ჩვენს გურულ მაყურებელს, რომ ასე კარგად მოგცა შესაძლებლობა ჩაგვეტარებინა და მოგვეტანა ჩვენი ხასიათი და ჩვენი გრძნობები თქვენამდე. სულომში ბალახს ებრძვა მისი ეს პატრონებით ლამაზი იყო ამ ეზოში როგორც ომში უხილავით ხილულის მხარეს იდგა იბრძოდა სისუფთავის ქიმერისათვის 100 წლიანი ომის არ იყოს ეს ომიც დიდხანს ძალიან დიდხანს გრძელდებოდა რა მნიშვნელობა აქვს ჩვენია ეს ომი თუ არა რა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთში მარცხდებით თუ საყოველთა უძრაობაში გამარჯვებულები მშვიდობას საკუთარი თავების გასამართლებლად თუ იგონებთ რადგან ყველა ომი ომია რით შეებმები შიშველი ხელებით
ნოდარ დუმბაძის სახელობის საიუბილეო მე-10 ფესტივალის სახელით გადავცე დიპლომი ნინო ფილმფანს საავტორო სპექტაკლისათვის და მინდა დავდით ჩემი ძალიან დიდი მეგობრის სისხლს და ფულს. მოგეცით აღმოჩნდეთ სპეციალური პრიზი დუმბაძის ფესტივალისა. ჩვენი სპონსორების ხურჯინი რეჟისორს უნდა ჩამოვყიდოთ. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ამ ფესტივალზე მონაწილეობის მიღება, რადგან ყველა ომი ტყუილია, ასე ქვია ჩვენს პერფორმანსს და როგორ შეიძლება ვთქვა, რომ თემა აქტუალურია, იმიტომ რომ თავისთავად უკვე სათაური ყველაფერს ამბობს. ჩვენი ქვეყანა ოდითგან იბრძოდა და დღემდე ბრძოლაშია. ამიტომ ვიმედოვნებთ და ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ ფესტივალს ისევე სტუმროთ, მაგრამ უკვე ვთქვათ, რომ ჩვენი ტერიტორიები არის უკვე სრულიად საქართველოს შემადგენლობაში და იყოს მშვიდობა და უკვე შემდეგი პერფორმანსი ყოფილიყოს არა ომზე, არამედ გამარჯვებაზე და მშვიდობაზე. ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფესტივალში მონაწილეობის მიღება. ჩემთვის და რეჟისორისთვის, კახაბერ შარტოვასთვის და სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში ომის თემა, ომის სისასტიკე ისევ და ისევ აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მიხარია რომ საშუალება მომეცა ამ ფესტივალზე წარმდგარიყავით ამ პერფორმანსით, რადგან ყველა ომი ტყუილია და მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მიხარია რომ ამჯერად უკვე ოზურგეთის ახალგაზრდებთან ერთად შეიქმნა ეს პერფორმანსი, იმიტომ რომ სადაც მივდივართ, სადაც ვთამაშობთ, ადგილობრივ მხატვრებს ვაღებინებთ მონაწილეობას და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბავშვები ასე დამეხმარნენ და მართან ერთად შეიქმნა დღევანდელი დღე. გულთან ახლოს დაგაცინო თანგი მღერო ნანები
ჩვენი ღილეთ ზესტაფონის შანგიჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრის შესანიშნავი სპექტაკლი თეატრის ხელმძღვანელი ჩვენი დიდი მეგობარი ბატონ ჯურელიდან მომეცით უფლება ნებარო გადავწე ფესტივალის დიპლომი. ასევე მომეცით გადავწე გუმბაძის ფესტივალის სპეციალური პრიზი. და გუმბაძის საერთაშორისო ფესტივალის სპონსორთა სპეციალური ხურჯინი ნამეტანილია. უმეს მადლობა ჩვენს მეგობარია წარმატებებს გისურვებთ. ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალი, რომელიც იმართება ოზურგეთის თეატრში, ეს მე მიმაჩნია რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი ქართული თეატრისთვის და ქართული თეატრის და განსაკუთრებით რეგიონის თეატრების განვითარებისთვის. და ჩვენ ეს არ არის პირველი ჩვენი ვიზიტი ოზურგეთში. ჩვენ ხშირად და აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას და დღესაც წარმოვადგინეთ უკვდავი იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოები დედაენა. და ვფიქრობ, რომ ჩვენი გზავნილი დღევანდელი სპექტაკლის ის იყო მაყურებელთან, რომ დღესდღეობით რაღაც ქართულ სიტყვას, ქართულ ანბანს ცოტა რაღაც მოდიფიცირებას განიცდის და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ამ ხრივ მიმზიდველი გავხადოთ მაყურებელი. ეს რამდენად გამოვიდა, ეს მეორე საკითხია, თუმცა ჩვენი ჩანაფიქრი ეს იყო მთელი შემოქმედებითი ჯგუფის. უღრმეს მადლობას ვუხდი ბატონ ვასო ჩიგოგიძეს იმისთვის, რომ აი ამ ხელა მნიშვნელობის საქმეს ორგანიზატორებს თავის გუნდთან ერთად და მინდა რომ წარმატება უსურვო თვითონ მას და ფესტივალს და თეატრს და ყველა იმ გუნდის წევრს, ვინც ჩართულია ამ საქმეში. ჩემთვის ეს იყო პირველი სპექტაკლი, მე ძალიან მომეწონა და ძალიან ახთოვანებული ვარ და ასეთ ფესტივალში რომ მოხდით ძალიან მიხარია და ძალიან ვიშრომეთ ბევრი ყველამ და მივახცეთ წარმატებებსაც. უკვე მეორედ ვარ ამ ფესტივალზე და ყოველთვის ძალიან მიხარია აქ ჩამოსვლა. ძალიან საოცარი თეატრი გაქვთ ოზურგეთს და დღეს ვაჩვენეთ იავნანამ რა ჰქნა. ეს სპექტაკლი იმიტომ იყო უფრო შთამბეჭდავი, რომ ჩემს მეგობართან ერთად, პატარა მეგობართან ერთად ვითამაშე და ძალიან კარგი პარტნიორია სცენა. ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი, რადგან მე მაქვს წანაკითხი იავნანამ რა ჰქნა, მაგრამ ახლა უფრო დიდი შთამბეჭდილება მივიღე თუ რა მოხდა ამ სპექტაკლში და უფრო გავიაზრე, რადგან რეალურად როცა წარმოისახებს რაღაცას უფრო კაია. ეს სპექტაკლი იყო ძალიან ლამაზი, საინტერესო და ზუსტად ნაწარმოების მიხედვით იყო. მე ეს წაკითხული მაქვს და ისე ნაყურებით. და ძალიან კარგი იყო. ეს ნაწარმოები მაქვს წაკითხული და მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო, ხიარული და რაც მთავარია, ძალიან ლამაზი იყო. რადგან დედა როდესაც გიმღერის, დედიკო სიმღერა სულ გულში გაქვს. მინდა ამ სპექტაკლთან შედარებით თქვა, რომ ძალიან ლამაზი იყო ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო, ძალიან მომეწონა, მინდა გითხრათ და ყველას დიდ მადლობას ვუხდი, რომ ასეთი ძალიან ლამაზი სპექტაკლი შექმნა. მე ეს ნაწარმოები სკოლაში ვისწავლე და დამაინტერესა და როცა თეატრში ვნახე, კიდე უფრო დამაინტერესა და განსაკუთრებით მომეწონა, რომ დედის იავნანა გაახსენდა.